ძაღლს რო დავასეირნებდი, ესე იგი უცებ არ ვიცი მოულოდნელად 3 ადამიანი დამესვა, ვერც დავინახე როგორ მომიახლოვდნენ და ძირს დავარდი და მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ ვიცი აი საერთოდ ვინ იყვნენ, რა იყვნენ. დილის 9 საათზე ლაშა გაბიტაშვილს საცხოვრებელ სახლთან 3 ნიღბიანი პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. გაბიტაშვილს თავს მოულოდნელად მიპარვით დაესხნენ, აგინებდნენ და სცემდნენ. დაზარალებული ფიქრობს, რომ მასზე ფიზიკური თავდასხმა აბუ-დაბიში მომხდარი სკანდალის გაგრძელებაა. რა დროსაც არალეგიტიმური ხელისუფლების დეპუტატები ირაკლი ზარქვა და ვიქტორ სანიკიძე სასტუმროს სასადილოში თავს დაესხნენ. ეს არის აბუ-დაბის გაგრძელება. უბრალოდ ეს პერსონალურად იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად კაპეზეზე იყვნენ, არ ამგონია უფრო ეს არის რეჟიმის პასუხი. შესაშინებელი არაფერი არ არის და ვინმე თუ უნდა შეშინდეს, ეს ისინი უნდა შეშინდნენ და მზად არიან, იმიტომ იღებენ ამ კანონებსაც, რომ ისინი არიან დაშინებული. მათ სიმართლე მათ მხარეს არ არის და შესაბამისად ამით ცდილობენ ტიტუშკებით, ახალი კანონებით ცდილობენ რეჟიმის დაცვას. თავდასხმა 10-მდე სათვალთვალო კამერის თვალწინ მოხდა. დაზარალებულის მონაყოლს ადასტურებენ ის მოქალაქეები, რომლებიც შემთხვევის ადგილთან ახლოს სხვადასხვა მაღაზიაში მუშაობენ. სწორედ ამ ობიექტებიდან სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე პოლიციამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღო. კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან ზურგიდან თავს ლაშა გაბიტაშვილს და როგორ გარბიან თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან. განჩინება თუ გაქვთ კამერების ამოღებასთან დაკავშირებით მაგასთან დაკავშირებით განჩინება უდებლით ვიღებ. გამოძიება თუა დაწყებული. კი, რა თქმა უნდა, დაწყებული. რა მუხლით არის დაწყებული? ფიზიკური ძალადობის ფაქტი. კამერების ამოსაღებად მოხდით? ამ დეტალებს ვერ გაცნობებთ, ხა ინტერესები და გამოძიების ინტერესები და გამომდინარე, გვაცადეთ მუშაობ. აქ ვიჯექით რა და დავინახეთ, რომ უცბად დაესხნენ თავს და გავედით კი. და სცემდნენ და აგინებდნენ მათ შორის. მაიმე ისეთი ამბავი იყო, ანუ რომ ეს გინება და ის ნამდვილად აღარ მახსოვს. ძაღლი ყავდა გამოყვანილი და როგორც ჩანს, მგონი უკნიდან დაესხნენ კი თავს. თქვენ გამოკითხათ პოლიციამ? კი. მიაწოდეთ ინფორმაცია? კი, რაც ვნახე კი. აფარებული რო ქონდათ ვიცი, ანუ თავზეც და ესეც და დანარჩენი შავი იყო, თეთრი იყო, რაფერი იყო, ვერ გეტყვით ზუსტად. ცემის შემდეგ ლაშა გაბიტაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ექიმებმა ის კლინიკაში გადაიყვანეს. კვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ლაშა გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს. სახეზე კი თავდასხმის კვალი ეტყობა. მედიკოსებმა მას დაკვირვების მიზნით კლინიკაში დარჩენა შესთავაზეს, თუმცა ხელწერილის საფუძველზე ბინაზე გაეწერა. მის გადმოცემით ურტყეს თავში, სახეში, მყერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები კონსულტი და ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის, ყბასახის ქირურგის მიერ. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტს აღინიშნება თავის ტვინის შერყევა, ჩვენ შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს. სახლში მისულს რამდენიმე საათში გამომძიებლებმა მიაკითხეს და ლაშა გაბიტაშვილი ბინაში გამოკითხეს. ლაშა თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან ყველა დეტალი მოუყვა საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს. როგორ და რა ვითარებაში მოხდა თავდასხმა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლაშას ბინიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად ამოიღეს ის ტანსაცმელი, რომელიც მას შემთხვევის დროს ეცვა. ლაშას რა ტანსაცმელიც ეცვა, ის არის ამოღებული? ვერ გეტყვით ვერაფერს, ძალიან დიდი ბუდიში. გამოკითხეთ ადგილზე. გააკეთებენ დანარჩენზე განცხადებას. კამერებიც ამოღებულია, რა ჩანს ამ კადრებში? საგამოძიებო მოქმედებები. დანარჩენს კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით. გამოკითხვამდე კამერის ჩანაწერების ამოღების შემდეგ რამდენიმე საათის დაგვიანებით საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. მიმდებარე ტერიტორია დააფოტოსურათეს და პერიმეტრი მალევე დატოვეს. ლაშა გაბიტაშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საგამოძიებო ორგანოს ასეთი მონდომებისა ისინი თავდამსხმელებს არ დაიჭერენ და შესაბამისად პასუხისგებაშიც არ მისცემენ. გამოძიების იმედი როგორც წინა შემთხვევებიდან სხვადასხვა кейსებიდან გამომდინარე არ იყო შედეგი, ეხლა არ ველოდები შედეგს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე პროცედურულად ყველაფერს მივყვები, რაც არის საჭირო. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების ასე გულმოდგინედ მტკიცებულებების მოპოვების მცდელობამ დღეს კითხვები გააჩინა, რადგან ძალოვანებს აქამდე მსგავსი თავდასხმების არც ერთი შემთხვევა არ გამოუძიებიათ. თითქმის ყველა ფაქტზე თავდასხმის შემდეგ პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მისულა. ან კიდევ უარესი, უყურებდნენ ხალხისა და ჟურნალისტების ცემას და საპატრულო ეკიპაჟი არაფერს აკეთებდა. ამ შემთხვევაშიც ალბათ ეს საქმე თაროზე შემოიდება. საქმე სადაც დამნაშავეს 3 ნიღბიანი კაცია და მათთან ერთად რუსი ოლიგარქის რეჟიმი.